აზარტული თამაში ცოდვათ ითვლება. უმრავლეს შემთხვევაში აზარალებენ ყველაფერს საკუთარ თავს, უმრავლეს შემთხვევაში სასტიკ დღეში ვარდებიან, მაგრამ თავარი მაინც ეს არ არის. თავარი მაინც არის მოთამაშის შფოთიანი სული და გული. გესმით რა დღეში უნდა იყოს მისი შინაგანი სამყარო, როდესაც თამაშობს და ესე იგი ვერ იგებს და რა დღეშია, ხო? რა დღეშია. ამის საწინააღმდეგო მდგომარეობა ყუდროება და ვისაც თამაში უყვარს და ვერ ელევა მას, მისთვის შეუძლებელია ღმერთი უყვარდეს, იმიტომ რომ ღმერთი არის სიმყუდროვე, სიმყუდროვეში ბედნიერება. გესმით, ადამიანს არ უნდა ჯოჯოხეთი უნდა რა. უნდა ჯოჯოხეთი, ხა ჯოჯოხეთი უყვარს და ღმერთი არ უყვარს და თუ ადამიანი ცდილობს რომ ჭეშმარიტად ქრისტიანი იყოს, მას ექნება აუცილებლად გამოცდილება რა ბედნიერება ღვთისნების მყუდრო ნავსაყუდელში ყოფნა. აი რა შევა მაგალითად უფალი ადრის წიწილას, რომელიც თავის კრუხის ფრთებს მოექცევა. ბევრი სიმბოლური სახე შეიძლება მოვიფიქროთ, მაგრამ ეს აბსოლუტური დაცულობის, აბსოლუტური სიმყუდროვის, აბსოლუტური კომფორტის, ფუფუნების, ბედნიერების, სიხარულის რა სიტყვები გამოვიყენო, რა შეიძლება განიცდიდეს ადამიანი, როდესაც ღვთის სიმყუდროვეში იმყოფება.